საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 77 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება, ასევე დასრულდა საქართველოს ნახევარწლიანი თავმჯდომარეობა. ჩვენი ქვეყანა 1992 წლიდან ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შესაბამისად ყველა ძირითადი პროცესის მონაწილეა. პავსეკის შავი ზღვის აუზის 13 სახელმწიფოს აერთიანებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონი კრიტიკულ ეტაპზეა და მსგავს რეგიონულ ფორმატებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. ამკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობისა და მშვიდობის მნიშვნელობა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 77 სხდომის ფარგლებში ყველა ის საკითხი განიხილეს, რომლებიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სესია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, მნიშვნელოვანია არსებობდეს პლატფორმა, სადაც თანამშრომლობა პატივისცემასა და საერთო ინტერესებს ითვალისწინებს. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც 4 წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირ ზეგავლენა მოახდინა მთელი შავი ზღვის რეგიონზე. აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად. პავსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილში, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. გაერთიანების თავმჯდომარე 6 თვის განმავლობაში საქართველო იყო, ახლა საბერძნეთი გახდა. ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად 2 წლის ვადით აირჩიეს. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი პლატფორმა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წარმოვაჩინო. საჭიროებო საკითხები წყდება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებია, მე ვიქნები კიდევ უფრო აქტიური. ასამბლეის პლენარულ სესიაში 10 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, ისინი მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ასეთი ტიპის პლატფორმის არსებობაზე აკეთებენ აქცენტს. აცხადებენ, რომ რეგიონში დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია. ვხედავთ შავი ზღვის რეგიონს და შუა დერეფას როგორც მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანთა შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვჯერა დიალოგის, კონსტრუქციული პარტნიორობის. უახლოეს წარსულში ვნახეთ რეგიონულ თანამშრომლობას როგორ შეუძლია ხედი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და მედეკვება. მთავარი თემა არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უფრო და უფრო შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ შესაბამის შედეგებს, რომელიც მომავალში დაგვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენი თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში. ამ მართლაც რომ რთულ დროებაში ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ, ეს საპარლამენტო ასამბლეაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ისინი ერთად იდგნენ განვითარების, ეკონომიკური წინსვლის, დიჯიტალიზაციისა თუ უსაფრთხოების მიმართულებით. პავსეკი შავი ზღვის რეგიონის საპარლამენტო გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული სტაბილურობის გამტკიცების საკითხებზე მსჯელობენ. ასამბლეის რიგით 77 გენერალური სესია ხვალ დასრულდება.